როგორ უყურებენ და რას ფიქრობენ ახალგაზრდა შემოქმედები ძალადობის სხვადასხვა ფორმებზე? როგორია მათი თვალით დანახული პრობლემა და რა საშუალებები შეიძლება გამოვიყენოთ მისი პრევენციისათვის? არასამთავრობო ორგანიზაციამ უფლებებისა და განათლებისათვის პროექტის ახალგაზრდა შემოქმედები ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ შემაჯამებელი პრეზენტაცია გამართა. ორგანიზაციამ ასევე დაფუძნებიდან 1 წლის იუბილეც აღნიშნა. ქალთა ფონდის მხარდაჭერით გამოვიდა ბუკლეტი, რომელშიც ძალადობის თემაზე შექმნილი 10 ესე და 10 ფოტოა შეტანილი. არასამთავრობო ორგანიზაციამ უფლებებისა და განათლებისათვის ქალთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა პროექტი ახალგაზრდა შემოქმედები ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ და დღეს თქვა დასკვნითი ღონისძიება ამ პროექტის ფარგლებში გამოიცა ბუკლეტი, სადაც შესული არის ახალგაზრდა შემოქმედების მიერ დაწერილი 10 ესე ოჯახური ძალადობის თემაზე და ამ თემაზევე გადაღებული ფოტოები. დღეს გვაქვს სწორედ ამ წიგნის პრეზენტაცია და ამავდროულად მინდა გითხრათ, რომ ორგანიზაცია შეუსრულდა 1 წელი და ამ 1 წლის განმავლობაში რაც გააკეთა ღონისძიებები ორგანიზაციამ, ჩვენ გვინდა რომ საზოგადოებას ამის შესახებ უთხრათ. მე მინდა გითხრათ აქვე რომ ორგანიზაციის ასე ვთქვათ საამაყოდ ერთ-ერთი პირველი ღონისძიება, რომელიც განახორციელა, ეს იყო ქალთა ძალადობისა და ფემიციდის მიმართ მიმართული აქციები, რომელშიც გაერთიანდნენ როგორც მედიის წარმომადგენლები, ასევე სტუდენტები და ის ქალბატონები, რომლებიც სწორედ ძალადობას განიცდიდნენ, ასევე ორგანიზაციამ გასულ წელს მონაწილეობა მიიღო აი ამ აქციებში, რომელიც ეძღვნება ერთიან კამპანიას, რომელიც ეძღვნება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ და ასევე ორგანიზაციამ შეიმუშავა პეტიცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ქუთაისში, რომ არსებობდეს ადაპტირებული ტრანსპორტი და ჩვენ ახლა 2 დღეში უკვე მიმართავთ, ორშაბათს მიმართავთ ქალაქ ქუთაისის მერიას იმისთვის, რომ მათ გამოყონ ადაპტირებული ტრანსპორტი, შეიძინონ ადაპტირებული ტრანსპორტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მიიღო მონაწილეობა ესეების კონკურსში, დავწერე ესე ოჯახში ძალადობა და პრევენციის გზებზე და ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იყო ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება, რადგანაც სამწუხაროდ ეს არის პრობლემა დღესდღეობით საქართველოში და ამიტომაც საჭირო არის ყველა ავიმაღლოთ ხმა ამ პრობლემის წინაშე და მცირედით მაინც მივიღოთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ყველაფრის პრევენციაში, იქნება ეს ესე, ფოტო თუ უბრალოდ ნაშრომი, რომელიც დაგვენახებს, რომ ეს არის სირცხვილი და ძალადობა დღეს არ უნდა ხდებოდეს არც ოჯახში და არც არსად.